დაუბრუნდით ეთერში, ბევრი სტუმრებით და რაც თავია, ეს სტუმრები არიან ძალიან ლამაზი გოგოები. სილამაზეზე ვისაუბრებ. Აშუათი სალონი გრძელდება. მიღება. ხო გავხსენით, დამავიწყდა დღეს. სალონში მოვიპატიჟეთ ლამაზი ქალბატონები, უცებ წარგიდგენთ, რომ მე თემაზე გადავიდეთ. ჟურნალ ოკეის წარმომადგენლები არიან ანკა კიკალია ოკეის აღმასრულებელი დირექტორი და თეკალა იორდანიშვილი მარკეტინგის მენეჯერი. სალამი გოგონებო და კიდევ ბევრი სხვა გოგონებო. აქეთ იმიტირებული სალონი, როგორც თიკამ აღნიშნა, ფრჩხილების განსაკუთრებული პროცედურა, რომელზეც მოგიყვებით და ასევე თმა მე ვგიჟდები, როცა ორივეს ერთდროულად მიკეთებ. სერვისი კი. რასაც არჩხილს იკეთე და თან თმას და მასაჟი დაამატე ზურგის ამას. გარდა იმისა, რომ სასიამოვნოა, დროის რამხელა ეკონომია არა? ფანტასტიკური, ამაზე კარგი იდეა არ მახსოვს. იდეაო თქვი და გჭირდება იდეა სახაწლო ფრჩხილებზე. იმიტომ რომ ერთ-ერთი დეტალია მნიშვნელოვანი, გავარწყვეტებთ ამ ფრჩხილებს, ხელებს ვიყენებთ. ნუ ყოველ შემთხვევაში მე აქტიურად საუბრის დროს. და განსაკუთრებული ფრჩხილები თუ მეკრება სულაც არ არის ცუდი. რას გვთავაზობთ? სახაწლოდ. ამ ახალწლ ძალიან მოდური და ტრენდული არის, რომ გაფორმებული იყოს ფრჩხილები სხვადასხვა დეკორატიული ელემენტებით. ხო, ელემენტებით. და ამას ჩვენი სტილისტი ერთ-ერთ გოგონას გაუკეთებს და შემდეგ შეგვიძლია რომ გაჩვენოთ, რომელსაც ასევე რა თქმა უნდა ფეშენისტაში დავწერეთ და ჩვენს კითხვა შეუძლია რომ ჩვენი ფურცლების მეშვეობით ნახოს და ასევე მოდურია და ტრენდული. არა მხოლოდ სახალხო მე მინახავს არამედ მოდურიც. არ მახსოვს ვინ დადო ესეთი ფოტო, მაგრამ ვიღაცამ დადო ფოტო და ცალ-ცალთითზე პატარა ნაძვის ხეები ეხათ. ინსტაგრამზე ძალიან ბევრია სხვათა შორის ახლა ხო მოხატული ფრჩხილები. მე კიდევ ერთი ერთმა ნიჭიერმა გოგონამ დადო, კიდე არ ვიცი, თერმომანიკური ფოთ ვარ, ვწდები რომ შედიხარ სხვადასხვა ტემპერატურაზე სხვადასხვა ფერი აქვს. ანუ დაწესებულებაში სხვა არის, გარეთ სხვა არის და ასე შემდეგ. ან ბევრი ალტერნატივა არსებობს, როგორც ჩანს. ამ შემთხვევაში რა არის აქ მოწოდებული და თვლებით გაფორმება? გაფორმებული მოხატვა და ანუ ნებისმიერ რასაც ეს აგრძელებულ ფრჩხილს განსაკუთრებულად მოუხდება ალბათ. გრძელ ფრჩხილებს უფრო უხდება რა თქმა უნდა, მაგრამ ფრჩხილების მოხატვა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ძალიან ძველ დროს ეს ერთი პერიოდი იყო ცუდ ტონათაც ითვლებოდა, შემდეგ უფრო ისეთი გახდა მიღებული მისაღები და მერე გაქრა და ახლა დაგვიბრუნდა მოდურ ტენდენციად. გეთანხმები, მე არ ვიცი რამდენად, მე საერთოდ ძალიან მინიმალისტური ფრჩხილები მომწონს საკუთარ თავზე, თუმცა სხვაზე თუმცა წითლით ძალიან გიხდება როცა ხო, მაგრამ გავითვალისწინებ ამ მოკლესიგზე მოკლეა. ნახოთ ამჯერად რა კეთდება აქეთ ჩვენგან არ ჩანს და მოგვიყევი აბა. ხო, აქ ცოტა ბარიკადებია, მაგრამ თოლში არ ჩავარდე გვან. ესე იგი, ნახე, თუ აქ ჩვენს მაყურებელს საშუალება, აქ ხდება წითელი ფერის სლაგზე, მოკლე ფრჩხილზე ულამაზესი თვლების მიმაგრება. ეს ხანგრძლივად შენარჩუნებადია ეს ფრჩხილი, ეს სანამ ლაქს არ ვიზუალი ერთი. სანამ ლაქს არ მოუშორებთ, მანამდე გვექნება. ანუ რასთან ერთად ფიქსირდება. სხვა ხეხვებს თავი უნდა ვარიდოთ და შესაბამისად შენარჩუნდება უფრო. Это долго წინასწარ გავაკეთოთ გოზინაყი, საციფრე, რამე გვინდა საახალწლო. До 2 недель. 2-3 недели. ესე იგი, კონკრეტული გელის თუ დავამუშავებსა, ორი კვირის განმავლობაში ეს თვლები შეიძლება გაძლო. ხო, მაგრამ გვანცე შენ აქეთ არ გესმოდა, გოზინაყი და საცივი მანამდე კეთდებაო და მერე ეს თვლებიო. ხო, მართალია, მაგრამ გოზინაყის დასაწყისის მერე ხო წარმოგიდგენე ჭურჭელის გასარეცხია, მისახედია ო, რა ვიცი. ამ დროს შემოდიან მეუღლეები დამხმარებად. არა? აი კი. ნუ დაგვეხმარონ ამ თვლების გარშემო იდეალურ ვარიანტში კი, პრინციპში. ან არის კიდე მეთოდი შილაკი და გელით. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი ხანი. მოკლედ, იცი, პრინციპში ამ ახალი წლის საღამოსთვის, ერთი საღამოსთვის ვემზადებით არ ვიცი. მხოლოდ ამ ერთი საღამოსთვის არ აუშავს ახლა 2 დღის შემდეგ თუ არ იქნება ის თვლები არა? ის ღამე ხო იქნება. ხო, არა. აბსოლუტურად გეთანხმები. გავაკეთებ მაინც გოზინახს და მე ავრეცხავ ჭურჭელს. კარგი, გადავწყვეტ. ამიტომ მიმართა მინიმალისტურ მანიკიურს ამჯერად და ნუ მერე უკვე შესაძლებელია. მართალი ხარ, ესეთი ფერის მანიკიური შერაც გაქვს, უფრო დიდხანს ინარჩუნებს ამაშია საქმე. და ვარცხნილობებთან დაკავშირებით რა რჩევებს
გვაძლევთ ამ წინა საახალწლოთ ამ აი ჩვენ ნომერში. ყავს მოდელი უკვე შექმნილი ვარცხნილობით, ხო? ძალიან ლამაზი გოგონა ჩემს გვერდით. შეგიძლია ესე თავი მიგვიტრიალო, რომ ნახოთ რა არის. იჯექი, აი ეს. რა არის წელს აქტო? აჰა, ნახე რა ლამაზია. ლამაზია, ძალიან ლამაზია. ამას რა ქვია? აი როგორ უნდა მივიდე და რა უთხრა? ანუ მე ვერ ვეწყვი, მოდი სტილის ვკითხოთ კიდათ. ეს თქვენი ნახელავია, ხო? სტილისტთან შეათავე. კარგი, მაშინ მე მინდა აი სხვა დღეში რომ გოგონა აჩვენეთ იმას რომ ქონდა და რომ მარტივად მიგახვეწროთ რა უნდა ვთქვა. ამ ვარცხნილობას რა ეს ამ წუთას 300-ზე თუ არის საუბარი ეს ჩემი გაკეთებულია და ძალიან მარტივად მივხვდები. რამე სახელი დავათქვათ რა. ყველა ხო არ მოვა ბუნებრივად. აი დახვეული თმა ალბათ არის სპეციალური დასახვევით დახვეული, მე როგორც ვხვდები. სპეციალურად დასახვევი, ვინაიდან თმა უფრო ნაკლებად სჭირდება ამ ყველაფრის შემდეგ. ლაკი და ასე შემდეგ უკეთესი იქნება, რაც შეიძლება ბუნებრივი იყოს თმა, მაქსიმალურად ბუნებრივობა შეინარჩუნოს თმამ და არჩევანში გვაქვს აბსოლუტურად ყველანაირი სტილი, ძალიან თანამედროვეა და ტენდენცია ესეთი რეტრო სტილი. რეტრო? ისევ, ანუ დაბრუნდა გვაქვს ძალიან კარგი და ისეთი აქსესუარები, ანუ ნებისმიერი უბრალო ვარცხნილობა შეიძლება რაღაცა აქსესუარით გადავაკეთოთ სასკმაოდ მალე. რომელსაც მოუხდენ საახალწლო კაბას მაგალითად. ერთი შეკითხვა მაქვს სტილისთან. რა სიგრძეთ სავალდებულო ამ სილამაზის მისაღებად? ანუ ძალიან გრძელი არა, ძალიან გრძელი არა, ანუ მხრებამდე თმა საკმარისია რომ ეს ესეთი შევარქვათ რაღაცა სახელი ამ ვარცხნილობას, თუნდაც მომწვენ შენი იდეა, რომ მე ადვილად გავაგებინო. კარგი, ამას ერქოს რას გავს? ლამაზი რაღაც ალღების გვერდული ნაკრები. არა, ერთი სიტყვიანი, რამე ყვავილი სახელი დავარქვათ, მოტრიალდი საყვარელო. გეორგინს გავს. გეორგინა? გეორგინები თავში. ეს გეორგინა. იცით რა მინდა გკითხოთ, თქვენთან რომ თქვათ მე მოვალ აი გვანცა ან ნინო ყველანი ვართ განსხვავებულები. ეხლა კი არის თქვათ რეტრო ტენდენცია, რომელიც მე ძალიან მომწონს. შეთმებიანებში ძალიან მომწონს, მაგრამ თქვენ ალბათ უნდა შემომთავაზოთ რა მომიხდება, იმიტომ რომ ამ გოგონას არაჩვეულებრივი პროფილი აქვს და აი ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად ჩანს და შეიძლება თქვენ სხვა რაღაცა შემომთავაზოთ და გააქვთ ეს ვარიაციები. ერთი და იგივე ვარცხნილობას ყველას ვერ შესთავაზებთ. ბაიკო, შეხედე ამ გოგონას. იმიტომ მოგწონთ რომ ესეთი სიგრძის თმა არის ძალიან მოდაში ახლა მე როგორც ვატყობ, ბევრ ადამიანს შევატყვე რომ შეიჭრა სწორედ ესეთი სიგრძის თმა და რაღაც ბოლოსში არის მხოლოდ ისე ბუნებრივად დახვეული. იგივე ბუნებრივი შეიძლება გადააკეთოთ ძალიან ჩვეულებრივად და მარტივად შეგიძლიათ უცბად გადააკეთოთ საღამოს ვარცხნილობა. ეხა მითხარი, ძალიან ბევრმა შევიჭერით მოკლედ, მაგრამ რომ მოდაში იყო თუ არის, თუ როგორ იქნება თუ შეიძლება რა გავაკეთოთ ახალი წლის ღამეს, რა ალტერნატივას გთავაზობთ? ბევრი ვარ, ბევრი გოგონები მოკლედ მით. არის მოკლედ მისთვისაც საკმაოდ დიდი არჩევანი, შეიძლება რომ გაიკეთოთ ბუნებრივი დავარცხნილი, შეიძლება გაიკეთოთ ყოველდღიური, შეიძლება გაიკეთოთ საღამოს. ბუნებრივი დავარცხნილი და ყოველდღიური მე ერთი ყოველდღიური და საღამოს. საღამოს რა, აი მითხარით, ახალი წელი რომ მოდის, მე რა გავაკეთო? მობრძანდეთ ჩვენთან და გავაკეთოთ. რა? არა, მაყურებლისთვისაც ხო გვინდა რჩევები თუ. ვფიქრობთ ბუნებრივი ლოკონები რო გავუკეთეთ, ძალიან ლამაზი იქნება, ცოტა მერლინ მონრო სტილში იქნება. ლოკონი ანუ დახვეული. ხო, დახვეული. აი ბუნებრივად რო აკეთებენ სავარცხლით, ძალიან ლამაზი. ან შეიძლება უბრალოდ დანაყოფი შეიძლება. აქედან იქით ახლავე უკვე ახალი წელი მოვიდა ჩემთან. ნახე კვანცა შევიცვალე უკვე. შენ წარმოიდგინე, მართლა შეიცვალე, იმიტომ რომ უკან რო გაქვს გადაწეული, უკვე აბსოლუტურად სხვანაირად. აი, როგორც იგივე ფრჩხილასაც ფრჩხილებზე ვამბობდი, შემინაც მაზეც იგივე ვთქვა, რომ საახალწლო საღამოს და ის ერთი კვირა იქნება თუ დღეებში განსაკუთრებით თმაზეც რაც გინდათ ის შეიძლება გაიკეთოთ. არის ჭყვიალა, ბზინვარე სათამაშოებივით, ნაძვხის სათამაშოებივით ჭყვიალა თმის ლაკი არსებობს, ხო? არსებობს ფერადი ლაკები. ყველაფერს იტანს ახალი წლის ღამე და კვირა. ღამე და კვირა, ხო, საკარნავალოა და ამიტომ შეგიძლიათ ფერი რადიკალურად კი არ შეიცვალოთ, აი ესეთი მიმგენით დროებით. გეთანხმები, მაგრამ თუ სასურველი ვარცხნილობა გინდა, მაგრამ რაღაც ზედმეტი გაქვს მომატებული და აი ეს არ უხდება. ხო, აქ უნდა ჩავთვერდით, ჩვენ მეძებდით სახელს ვარცხნილობის და მე ერთი ძალიან სახელით მომეწონა ეს ამბავი, მაგრამ გრძელდება სხვაობით. კეტოგენის დიეტა? კეტოგენის ვარცხნილობა არ ვიცი, ვიფიქროთ, მაგრამ კეტოგენის დიეტა რა არის? სახელი მომწონდა, შინაარსი აღარ ვიცი. საინტერესო დიეტა არის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ სულ თავაზობთ მომხმარებელ ახალ დიეტას.
ჩვენი მომხმარებელი განებიურებული ყავს, ამჯერად არის კეტოგენის. მომხმარებელი? ხო, ცდილობენ რომ ფორმაში იყვნენ ჩვენი ჟურნალის მეშვეობით, თვალყური ადევნონ და იყვნენ საქმის კურსში, რა არის მოდაში და რა შეიძლება კიდევ უფრო მეტად დატესტონ საკუთარ ეს კარგი დიეტა იქნება, ალბათ, რომ სახელიც კი არამადის აღძვრელია, ხო? კეტოზისი ზოგადად არის ისეთი ნივთიერებათა ცვლის პროცესი, როდესაც იწყება უფრო მეტი ცხიმი, ვიდრე გლუკოზა. ეხლა რა ხდება ამ დროს? კეტოგენის დიეტა შედგება მაღალი რაოდენობის ცხიმებისგან, საშუალო რაოდენობის ცილებისგან და ძალიან დაბალი ეხლა გეტყვით რა ხდება? ნინო, შენი დიეტა აბსოლუტურად. ოღონდ ეხლა აქ არ არის რა თქმა უნდა საუბარი, თქვათ სიმინდის ზეთზე, იგივე სოიოს ზეთზე, ცოტა მაღალკალორიულ პროდუქტზე. აქ არის საუბარი თქვათ ქოქოსის ზეთი, არაკი არ განიხილებოდა? არაკი განიხილება, ოღონდ რაღაცა დონეზე, ისიც ძალიან დაბალი. სოფლის კარაკი ნამდვილად ვერ განიხილება ამ დიეტაში. სადღაკა ის სოფლის კარაკი. ანუ ეს არის მინდა უბრალოდ ჩვენს მაყურებელს უთხრა, რომ ეს არ არის რაღაცა უბრალოდ ვიღაცის მიერ ერთხელ გამოცილი დიეტა, ეს არის ეს ითვლის სპეციალისტების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა აღმოჩნდა და გამოვლინდა, რომ ძალიან მოდაშია, ეს ყველაფერი მოდის ჰოლივუდიდან ხალხმა. კიდევ ერთხელ მაშინ რა, ესე იგი ცხიმები დავკონკრეტდები, რა ხდება. დაახლოებით ესეთი შემადგენლობა არის 65, 30-5-ზე. ანუ მეტი რაოდენობა ცხიმი არის, ცილა და ძალიან ცოტა ნახშირწყალი. მოგეხსენებათ, ნახშირწყლების მიღებით ორგანიზმში გროვდება, გარდაიქმნება გლუკოზად ნახშირწყალი. როგორც კი ამცირებ ამ ნახშირწყლების მიღებას, სისხლში შაქრის რაოდენობა მცირდება და ორგანიზმი თვითონ სასიცოცხლო ენერგიას იღებს არსებული პროდუქტისგან, დამატებითი კი არა. და ჩვენივე ცხიმებისგან ჩვენი საკუთარი ორგანიზმის რესურს ვიყენებთ სასიცოცხლო ენერგიად. სუსტები და არ ბარბაცობთ. არა და რატო არა, ნინო, იცით, იმიტომ რომ ცხიმების დიდი რაოდენობა ფეხზე გვაყენებს. აბსოლუტურად ენერგიაზე ვართ, არ გვაქვს აი ეს შიმშილის გზნობა, რომ გინდა ცუთხასიათზე იყო ვიღაცა შეჭამო ფეხი გვაჭამო. ამზეც ასე ხო ვერ დავლევ, რას მივაყარე? არა, ეს არის საუბარი ხორცივჭამა, გამოიყენეთ, საკვებში რა გამოიყენო? კვერცხი, ყველი. უბრალოდ არის ცოტა ქართველები არ ვართ მიჩვეული მსგავსი ტიპის ცხიმებს და მე თუ მკითხავთ უკვე დროა დავიწყოთ. დანაყრდებით აბსოლუტურად იქნებით ძალიან კმაყოფილები, ბედნიერები, არ იქნებით სუსტად გადავარდნაზე და ამავდროულად დაიკლებთ სასურველ კილოგრამებს. დიდი პერიოდი ჭირდება, რომ დაიძრას პროცესი. იცით რაშია საქმე? სავარაუდოდ არის რამდენიმე თვეზე საუბარი, მაგრამ უკვე 2 თვეში, როგორც კი ოღონდ მკაცრად იცავ ამ წესებს, ისე რომ თქვა, კამფეტებს არ ჭამ ღამღამობით ჩუმჩუმად. საკუთარ თავს რა ატყუება ხომ ისე რა არის? 25 კილოც კი. აი უკვე მომწონს ეს დიეტა ამ შეკითხვის და პასუხის შემდეგ, იცი რატო? აი მე რომ მივიღო პასუხი, რომ მესამე დღეს იქლებთ 5 კილოს, უკვე არარეალური და არასწორი და არაჯანსაღია. 2-3 თვე ითქვა, ეს არის სწორი, ესე იგი ორგანიზმი და არ არის შოკი ორგანიზმისთვის. აი ძალიან მიჭირდა რაღაც პერიოდში მიწევდა ფიტნეს ცენტრში მუშაობა და ძალიან გარკვეული ვარ ამ საქმეში, ჭიპი მაქვს მოჭრილი, შემიძლია ვთქვა. ძალიან მიჭირდა მომხმარებლამდე მიმეტანა სწორი ინფორმაცია. კიდევ უფრო მეტად მიჭირდა თინეიჯერებთან ბრძოლა, იმიტომ რომ იმათ საერთოდ ვერაფერს ვერ ვუმტკიცებდი და უნდათ მყისიერი კლება, აი ვთქვათ თვის თავზე 10 კილოგრამი და ვამბობდი რომ ნუ აი არ არის ნორმალური, არც რეკომენდირებული და ორგანიზმისთვის შოკია. შეიძლება დაიკლო ნამდვილად, არ ვიცი, თავი მოიკლა შიმშილი, აუცილებლად მოიმატებ, როგორც კი ჭამას დაიწყებ. თუმცა მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის ჰოლივუდის ვარსკვლავით, რომელიც მიმართავენ ამდენს, მაინც გადიან კონსულტაციას საკუთარ ექიმთან. მე აუცილებელი. ვინაობა მაინტერესებს, რომელი ჰოლივუდის ვიქტორია ბექემი, რაც მახსოვს. კიდე იყო ჩამონათვალში. კი, ანუ ხო ხვდებით, ესენი გადაიზარდა. ცხოვრების წესია მათი ესეთი ყვება? აბსოლუტურად გეთანხმებით. გარდა იმისა, რომ თქვა კეტოგენის დიეტით არიან გატაცებული, ადრე ქონდა ჯეჯილის დიეტაც ასევე სულ რაღაცის ქვეშ არიან. ესენი არა აქვთ ამათ თქვა ლიმიტირებულად 7 დღეები, რომ ეს შეუძლია თავს მიცეს საშუალება, რომ ყველანაირად იკვება. ჩვენ გვაქვს მაგათი. ხო, თუმცა მე მახსოვს, რომ ანჯელინა ჯოლი ზედამეტებული სტრესებით ზედმეტად იყო გატაცებული და წონის კლებამ ცოტა გატაცებაც იცის და მე უკონტროლო სიტუაციაც და ეს ნუ ეს უნდა ვარეგულიროთ.
ჩვენ თვითონვე, იმიტომ რომ ეს დიეტა რასაც მოიცავს, ეს არის როგორც ყველაფერი კარგი ჯანმრთელი კვების რეჟიმი უბრალოდ. თავდაპირველად ეს შექმნეს ისეთი ბავშვებისთვის, რომლებსაც ჰქონდათ შეტევები ეპილეფსიის და დადგენილი არის, რომ ეს შეტევებს თქვათ ამცირებს, ასევე სასურველია იმ ხალხისთვის, ვისაც აქვთ მეორე ხარისხის დიაბეტი, რომ ორგანიზმში შაქრის დონე დარეგულირდეს და აუტიზმის მქონე ბავშვებს და მოზარდებისთვისაც ძალიან რეკომენდირებულია. თუმცა ეს ერთი ხელის აღებით ამას შენ თვითონ ვერ დაინიშნავ. სასურველია, რომ ექიმთან კონსულტაცია გაიაროთ. ხო, ეს აუცილებელიც არის. და იმ ხალხს, რომლებსაც აქვთ ან ბუნებრივ კვებაზე ყავთ ბავშვები, ქალბატონებს, იგივე ორსულობა აქვთ, სასურველი არის, რომ ასევე გინეკოლოგის დაკვირვების ქვეშ, ან ყველაზე მინიმუმ консультация მაინც იკითხონ შეიძლება. კარგი, დამასებაში ჩვენ სალონში კიდე რაღაც შედეგი დადგა მე როგორც ხედა. ახალი ვარცხნილობა შეიქმნა. ფრჩხილებზე გვაქვს რამე კიდევ სიახლე? გოგოებო. გაშრა? გვანცა. თხილამურები რატო არ წამოიღე, ხო გითხარ? შეიძლება ვნახო შენი ფრჩხილები. ნახეთ, თუ შეიძლება აი ესე გახარე. მე ლამაზი, აქედან ძალიან ლამაზი თითებია გოგონა. ფრჩხილებს წელსე. ესე იგი გელით და ეგრეთ წოდებული ფოლგით ხდება ამ Гелем мы наносим любой узор. გელით ნებისმიერ ორნამენტს ვაკეთებ და შემდეგ ვადებთ ფოლგას. ნახეთ და როგორი ლამაზია. ეს არის კლასიკური ეგრეთ წოდებული ფრენჩი მანიკური და ზევიდან ერთ თითზე აქვს შავი ძალიან წვრილი ლამაზი ორნამენტი. შეიძლება ვანახოთ ჩვენს მაყურებელს. Сейчас я уберу излишки фольги. ზედმეტ რაღაცებს абсолютно разных цветов. ავიღებო. და შეგვიძლია სრულად სხვადასხვანაირი ფერით Эффектно смотрится как на френче, так и на любых других цветах. ამ ხეთი просто показать. სარემონტო კამერაში შეგვიძლია ვაჩვენოთ. აი, აქ. აი ეს შეგვიძლია. აბა დაგვანახეთ ჩვენ. აბა შევხედოთ. По желанию можно украсить стразами, блестками, ну, в общем, чем угодно, по желанию клиента. ყველაფერი შეგვიძლია ფრჩხილზე გავაკეთოთ, რასაც კლიენტი ისურვებს. და იქეთ რა ლამაზი თმებია. თმებით ნახოთ. გვაჩვენეთ თქვენი ვარცხნილობაც. თმები ძალიან ჭარა. მოხდა რაღაც სულ 10 წუთში. გოგოები თუ მზად არიან, შეგვიძლია ვანახოთ კაბებიც, რომელიც თამონაინგო როყვას ულამაზესი კაბებია. ხედავ წლის ღამეს. მოკლედ თავარია არჩევანი გააკეთოთ. ჩვენ გთავაზობთ ვერსიებს და გადაწყვიტეთ ახალ ღამეს როგორი ვარცხნილობით ფრჩხილების ძალიან დიდი მადლობა ამ რჩევებისთვის. თქვენ დიდი მადლობა და ბედნიერ ახალ წელს დამდა კავანტეს გისურვებთ. ჩვენ კიდე გავაცეთ. ეს ციებ-ცხელება ყველას წინ გვაქვს გოგოებო. სხვა ბლოგში ამბობ. ამ აკაუნტზე გემში.